პავლე მოციქულის წიგნი გალატელთა მიმართ, თავი მეხუთე. აზნაურებით ამით, რომლითა ქრისტემან ჩვენ გარგვააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კვალად უღელსა მას მონებისასა თავსიდებთ. აჰა ესე რა მე, პავლე გეტყვი თქვენ ვითარმედ, უკეთ უწინა დაიცვითოთ ქრისტემან თქვენ არარაი გარგოს. ხოლო კვალად უწამებ ყოველსა კაცსა წინა დაცვეთილსა ვითარმედ, თანამდებარს იგი ყოველსას ჯულსა ყოფად. განქარვებულ ხართ ქრისტესგან, რომელნი ეგეს ჯულით არ განმართლდებით, მადლისამისგან გარდომილ ხართ. ამიტომ ჩვენ სულითა სარწმუნოებისაგან სასვევებასა სიმართლისასა მოველით. ამიტომ ქრისტე იესოს მიერ არცა წინა დაცვეთილებაი, რას შემძლებელ არს, არცა წინა დაუცვეთელებაი, არამედ სარწმუნოებაი სიყვარულისაგან შეწევნული. ხრბიოდეთ კეთილად, ვინ დაგაბრკოლნა თქვენ ჭეშმარიტების არამორჩილებად. მორჩილება ეგ არა არს მისგან, რომელი გიჩინა თქვენ. მცირემანცომან ყოველივე შესვარული აღაფუნის. მე გესავ თქვენ უფლისამიერ ვითარმედ სხვასა არარას ვზრახვიდეთ, ხოლო რომელი იგი აღგზრავს თქვენ, მან იტვითოს სასჯელი, ვინცა იგი არს. ხოლო მე ძმანო, წინადაცვეთასა ღათო ქადაგებდე, რაისაღა მე ვიდევნები. განმექარდა საცტურიგი ჯვარისაი, ჯერ იყო განთუმცა გეშორნეს, რომელნიგი გაშფოთებენ თქვენ. ამიტომ თქვენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ ძმანო, გარნა ხოლო აზნაურება იგე, ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა მისთვის მონებდით ურთიერთარს. ამიტომ ყოველი ჯული ერთითა სიტყვითა აღესრულების, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავითვისი. ხოლო უკეთ ურთიერთარს იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუ უკვე ურთიერთარს განილინეთ. ხოლო ამას გეტყვის სულითა ვიდოდეთ და ხორცს და გულის თქმასა ნუ აღასრულებთ. ამიტომ ხორცს და გული უთქვამს სულისათვის და სულსა ხორცსათვის და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს. რაითა არარაი იგი გინდეს მას ყოფდეთ. უკეთო სულითა იქცეოდით, არა ხართ სჯულსა ქვეშე, ხოლო ცხადარიან საქმენი ხორცთანი, რომელ არიან სიძვანი, ბრუშებანი, არაწმინდებანი, ბილწებანი, კერპსახურებანი, მწვალებლობანი, მტერობანი, ხდომანი, შურებანი, გულისყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცისკვლანი, ლირწებანი, თრალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი, რომელსაც წინაწარ გეტყვი თქვენ, ვითარცა პირველ გარქო ვითარმედ ესე ვითარისა მოქმედ და სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი. ესე ვითართათვის არა ძეს სჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯვარსაცუნეს ვნებითურთ და გულის თქმით. უკეთო სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ, ნუცა ვართ მზვაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.